შტორმმა ლეონარდომ პირინეის ნახევარკუნძულზე მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ესპანეთსა და პორტუგალიაში ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა. ბოლო მონაცემებით ესპანეთის სამხრეთში ანდალუსიის რეგიონში 11,000-მდე მოქალაქეა ევაკუირებული. გავრცელებულ კადრებში ჩანს წყალდიდობის შედეგად დატბორილი ტერიტორიები, კაშხალში წყლის დონემაც საგრძნობლად მოიმატა. ევაკუირებულთაგან დაახლოებით 1500 ადამიანი მთის სოფელ გრასალემიდან არის. ანდალუსიის რეგიონის ხელმძღვანელმა ხუან მანუელ მორენომ ადგილობრივები გააფრთხილა, რომ წყალშემკრები ადგილები სავსეა წყლით. შესაბამისად არსებობს მისი ჩამონგრევის საფრთხე. გასულ კვირას კადისის პროვინციაში გრასალემის მცხოვრებლებმა დახმარება ითხოვეს, მათ მიწისქვეშ უცნაური ხმა გაიგეს, სახლების იატაკებიდან და კედლებიდან კი წყალი ჟონავდა. ექსპერტთა კომიტეტი, რომელშიც გეოლოგები და ჰიდროლოგები შედიან, აფასებს ნიადაგის სტაბილურობას, რათა დაადგინოს, შეუძლია თუ არა ევაკუირებულ მოსახლეობას საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება. ოფიციალური პირების თქმით, მცხოვრებლებს საშუალება მიეცათ სამოქალაქო გვარდიის თანამშრომლების თანხლებით დროებით შესულიყვნენ სახლებში, რათა აეღოთ პირადი ნივთები, ტანსაცმელი დოკუმენტები და გამოიყვანათ შინაური ცხოველები, რომელთა ევაკუაცია მანამდე ვერ მოხერხდა. მალაგის პროვინციაში გასულ კვირას ერთი ქალბატონი გაუჩინარდა. ის მდინარეში ჩავარდა, როცა ძაღლის გადარჩენას ცდილობდა. 6 თებერვალს ესპანეთის პოლიციამ ამ ადგილიდან 1000 მეტრის დაშორებით ერთი ადამიანის ცხედარი იპოვა. პოლიციის განცხადებით იდენტიფიკაციის პროცესი არ დასრულებულა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ გაუჩინარებული ქალის ცხედარია. ანდალუსიაში ძლიერი ქარიშხლის გამო განგაშის დონე კვლავ მაღალია. 7 თებერვალს კიდევ ერთ შტორმს მარტას ელოდნენ. მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით ორშაბათს რეგიონში ძლიერი ნალექი იქნება. შტორმი მარტა სავარაუდოდ პორტუგალიასაც დაატყდება თავს. პორტუგალიის მოსაზღვრე რაიონში ესტრემადურაში ხელისუფლება არამხოლოდ ძლიერ წვიმასა და მდინარეში წყლის დონის მატებას ებრძვის, არამედ თოვსაც, რომელმაც გზების გადაკეტვა და შეფერხება გამოიწვია.